მოგესალმებით ჰოროსკოპი G-ს მენას მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი დღეს წარმოგიდგენ დასკვნით ჩვენს ასე ვთქვათ პროგნოზს 2025 წლისა და უკვე გადავისვლებთ 2026-ში მოდი ასე ვთქვათ საუბარი 29 დეკემბრის და 2026 წლის 4 იანვრის შუალედს როგორ იქნება ეს ტენდენციები მოდით ზოგადად ვთქვათ დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადადის რაც ძალიან კარგია ეს მოგცემს იმის საშუალებას ურთიერთ გაგება მოიმატოს იდეების პროექტების რეალიზაციას ასევე გაუმჯობესდება და სწორედ ურთიერთობა ადამიანებს შორის უფრო მეტად დათბება დალაგდება რაც ძალიან მნიშვნელოვანია საახალწლო დღეებისთვის რომ ეს დადებითი განწყობა ეს ურთიერთობა იყოს მეტად სასიკეთო და ამ მოგცეს საშუალება ერთიანობისა ერთმანეთის პატივისცემისა სიყვარულისა და ასე შემდგომ და ეს ტენდენციები უდაოდ არის აქ სამყარო აშკარად ჩვენს მხარეს არის გადმოსული. ახლა მოვიტანხმოთ ზოგად ტენდენციები უკვე მომავალი წლის სექტორ ყველაზე მეტი ინტერესი მაყურებელს ამის მიმართ აქვს, თუმცა გარკვეულ დადებით ვარღობით დღეებს ამ კვირისა მაინც ამასაც გეტყვით. ახლა დავიწყოთ ვერცხლის პირველი ნიშნით, როგორ იქნება ვერცხლისთვის თლიანობაში 2026 წელი, რა ტენდენციები ეოდება მას და მოკლედ რა საკვირველია. პირველ რიგში ვერცხლისთვის პირველი ნახევარი წლისა ეს არის დაახლოებით 17 ივლისამდე პერიოდი. ძალიან კარგია სტაბილიზაციისთვის საოჯახო საინტერესო ურთიერთობებისთვის. აქ მეტი დრო გაატარეთ სამშობლოში. წარმატების ფაქტორი სამშობლოში მეტი გაგვთ ამ დროს, ვიდრე უცხოეთში. უცხოეთი საერთოდ მთელი წლის განმავლობაში, ყოველ შემთხვევაში სადღაც დაახლოებით სექტემბრის შუა რიცხვებამდე მაინც სასიკეთო თქვენთვის არ არის. და მეორე ნახევარი უკვე წლის 17 ივლისიდან ძალიან კარგია სასკვარებლო პარტნიორული ურთიერთობებისთვის, შვილებთან ურთიერთობებისთვის. აქ შეიძლება გახდეთ ხელმძღვანელი პირი, აიმაღლოთ თქვენი ასე ვთქვათ ავტორიტეტის საზოგადოებაში, მაგრამ ვიმეორებ რაც შეეხება უცხოეთთან კონტაქტს იყავით ძალიან ყურადღებით. უცხოეთში მოგზაურობის დროს არ დაგეკარგოთ დაუშვათ საბუთები, ან რაღაცა ბარგი, რაღაც ამდაგვარი პრობლემების ტენდენცია მაინც არის, მაგრამ ჩვენ ვაუჩვენთ როგორც კარგ, ასევე ცუდ შესაძლებლობებსაც. თუმცა ერთ-ერთი ფავორიტი მომავალ წლისა უდაოდ არის ვერცხლი. რაც შეეხება კურო ზოდიაქოს ნიშნით აუდელებს წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 17 ივლისამდე ძალიან კარგი პერიოდია კომუნიკაციისთვის, შეხვედრები, მოლაპარაკებები, მოგზაურობა ფრიად ეფექტური იქნება, უჯობესდება ურთიერთობა დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან, ცოდნისთვის, სწავლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. მეორე ნახევარი უკვე წლისა ძალიან კარგია საოჯახო საინტერესო ურთიერთობებისთვის, შეიძლება ოჯახის კეთილმოწყობისათვის და აქ მეტი დრო გაატარეთ მეორე ნახევარში სამშობლოში. აქ გაქვთ ყველაზე მეტი საინტერესო სარფიანი წინადადებების შესაძლებლობები, საინტერესო ადამიანების გაცნობის შესაძლებლობა და ასე შემდგომ. მაგრამ მთელი წლის განმავლობაში კოსმოსი ითხოვს თქვენგან ენაზე კბილის დაჭერას, საგვიტარი საიდუმლოს დაცვას და ფრთხილად იყავით საეჭვო ინტიმურ კონტაქტებთან. რაც შეეხება ამ კვირის კარგ დღეებს, კუროსთვის კარგი დღეები ამ კვირაში გვაქვს 31 დეკემბერი და მერე 4 იანვარი, ხოლო არ ვარგა 2 იანვრის დღე. ვერც რაც შეეხება ვერცად ვერთან გამოგჩა, მოდის ვიხდი ვერძების წინაშე, ვერძისთვის კარგია 1 იანვრის დღე და არ ვარგა 30 დეკემბრის და 3 ასე ვთქვათ იანვრის დღეები. რაც შეეხება ტყუპებისთვის კარგი პერიოდია იმ კუთხით, რომ პირველი ნახევარი წლისა 17 ივლისამდე ხელს გავს ფინანსური მდგომარეობის გამოჩვენებას, მატერიალური დივიდენდების, მატერიალური წყაროების აღმოჩენას, უფრო მეტ სტაბილურობას, მოქმედებას პრინციპით შვიდჯერ გაზომერთხელ გაჭერი, ფრთხილად წინ და ხედულად თანერთგულების ფაქტორი უნდა წამოიწიოს წინა პლანზე ნებისმიერ ურთიერთობებში, რაც გასდის თქვენს წარმატებებს. მეორე ნახევარი ძალიან კარგია იმისთვის, რაც თქვენ წააგიყურთ. კომუნიკაცია, ურთიერთობები, კონტაქტები, მრავალფეროვანი შეხვედრები, პარტნიორული თანამშრომლობა, მშვენი ინფორმაციის მიღება, მგზავრობა, მოგზაურობისთვის გადასარევი. მაგრამ მთელი წლის განმავლობაში და განსაკუთრებით დაახლოებით სექტემბრის შუა რიცხვებამდე მაინც განსაკუთრებული სიფრთხილე პარტნიორულ ურთიერთობებში, გინდათ ბიზნეს საქმე, გინდათ პირად ურთიერთობებში, აქ სხვადასხვა სახის კონფლიქტების გაუგებრობის ტენდენცია მატლობს, ავტომატი ტაქტი და თავდაჭერა გმართებთ. რაც შეეხება კერჩხ და კარგი დღეები ამ კვირის განმავლობაში, თქვენ გაქვთ პირველ რიგში პირველი რიცხვი იანვრისა კარგია და არ ვარგა 30 დეკემბერი და 3 იანვრის დღეები. რაც შეეხება კირჩხიბებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია წლის პირველი ნახევარი. დაახლოებით ივლისის ბოლომდე თქვენ ხართ მთავარი ფავორიტი.
ანუ ყველაფერი გამოგდით, ამიტომ მოდექით, ხალხი შეაწუხეთ, აქტიურად იმოქმედეთ. მეორე ნახევარი ძალიან კარგია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. აქ შეიძლება იპოვოთ ახალი მატერიალური წყაროები, შეიძლება რაღაც პრემიები, ბონუსები მიიღოთ. ერთ სიტყვით ხელს უწყობს ეს მატერიალიზაციას თქვენი ცხოვრებისა, ინვესტიციებს, საინტერესო კაპიტალ დაბონდებებს და მოქმედებას პრინციპით ჩვენ ჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი, აუცილებლად ერთგულების ფაქტორი წამოწია წინა პლანზე ყველა სახის ურთიერთობებში ერთიორად გაზდის თქვენი წარმატების შანსებს, მაგრამ მე აქცევთ ყურადღება ჯანმრთელობას, განსაკუთრებით კუჩნას თავის ზონას, მთელი წლის განმავლობაში და ეცადეთ, რომ შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობები კოლეგებთან, რათა აქაც გარკვეულწილად ურთიერთობა არ დაიწყოს ამ კვირაში. უახლოეს კვირაში კარგი დღეები გაქვთ 31 დეკემბერი და 4 იანვარი და არ ვარგა 29 დეკემბრის და 2 იანვრის დღეები. ლომის ზოდიაქოს ნიშანს რაც შეეხება ლომისთვის განსაკუთრებით ასე ვთქვათ საყურადღებოა პირველი ნახევარი კვირის, იმიტომ რომ აქ ფარული დღეები, ჯორები, ინტრიგები ჯერ კიდევ იჩენენ თავს, ამიტომ ენასპილი დააჭირეთ ახლობით 17 ივლისამდე, ზედმეტი არ ილაპარაკო თქვენი გეგმების შესახებ, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ მეტად და აი მეორე ნახევარი გეწყებათ აქ ვარსკვლავური დრო უკვე დაახლოებით 17 ივლისის შემდგომ. აქ უკვე იუპიტერი გამარჯვების მმართველი პლანეტა გადმოდის 1 წლით თქვენ ზოდიაქოს ნიშანში და უახლოესი 1 წელი უკვე გექნებათ არანახულად კარგი. ამიტომ წარმატების ფაქტორი ერთიორად გაიზრდება და ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი უკვე წლის მეორე ნახევრიდან იქნებით უკვე აშკარად თქვენ, მაგრამ მთელი წელი მაქსიმალური ყურადღება შვილებთან ურთიერთობებს და სასწავლო პარტნიორებთან. რათა აქ ურთიერთობა არ დაიძაბოს და ეს არ გახდეს მთავარი ხელისშემშელი ფაქტორი, ასე ვთქვათ, მთლიანობაში, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევრისთვის. ყველას კარგი ამ კვირის განმავლობაში თქვენთვის 2 იანვრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 31 იანვრის და 31 დეკემბრის და 4 იანვრის დღეები. რაც შეეხება უკვე ქალწული ზოდიაქოს ნიშანს, ძალიან კარგია წლის პირველი ნახევარი ინტერნეტთან კავშირებისათვის, მეგობრული კონტაქტებისათვის, აქ უბრალოდ თავისუფლად მოქმედებთ, აქ ეძლევათ საშუალება რეფორმებისა, სიახლეებისა, რაღაც ახალი იდეა პროექტების ჩამოყალიბებისა, რეალიზაციისა. მეორე ნახევარში კვირისა მოიმატებს ცოტა, ასე ვთქვათ, ინტუიცია, რომელზეც დაყრდნობით სწორ არჩევანს გააკეთებ და მეორე ნახევარი ძალიან კარგია შემოქმედებით იჭის უნარის გამოსავლენად მოიმატებს თქვენი ინტერესი ეზოთერული, რელიგიური საკითხებისადმი რწმენის ფაქტორი წამოიწევს წინა პლანზე და მთელი წელი განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ საოჯახო სამთო ურთიერთობების მიმართ. ეცადეთ ურთიერთობები არ დაძაბოთ, მემკვიდრეობით საკითხები არ გადაწყვიტოთ და თუ რაღაც პრობლემა შეექმნა საყოფაცხოვრებო პრობლემებს, ამის ალბათობაა და არა აუცილებლობა ჩვენ შვიდ და წყნარად ზედმეტ წუწუნის გარეშე გადასკვიდეთ. მაშინ წელიწადი იქნება გადასარევი. რაც შეეხება ამ კვირის პოზიტიურ და ნეგატიურ დღეებს, ყველას კარგია თქვენთვის 30 დეკემბრის და 3 იანვრის დღეები და არ ვარგა 1 იანვრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება ახლა უკვე სასწორებო, ძალიან კარგია თქვენთვის პერიოდი იმ კუთხით, რომ პირველი ნახევარი ხას უწყობს პროფესიონალურ თქვენს წინსვლას, კარიერულ თქვენს განვითარებას, ამგვარად შეიძლება კარგი ურთიერთობები და შეინარჩუნოთ ხელმძღვანელ პირებთან, უნდა იყოთ ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსტრაფული, მოუთმენი, ნებისყოფიან ეს მეტად ხელს შეუწყობს თქვენს საერთო წინსვლას. მეორე ნახევარში კი თქვენ უფრო იგრძნობთ, რომ აი მარწუხები იხსნება, უფრო თავისუფალი ხართ, სპონტანური იმპროვიზაციის უნარი გაქვთ, მეგობრული კონტაქტები იქნება ძალიან კარგი, ინტერნეტთან კონტაქტი იქნება ფრიად ნაყოფიერი და რეფორმების დრო მოდის თქვენ ცხოვრებაში, სიახლეების შემოტანის, რაც წარმატების ფაქტორი გახდება, მაგრამ მთელი წლის განმავლობაში ყურადღება ფეიკებს, თქვენი მოტყუების მცდელობა, არასწორი ინფორმაციის მიღების ტენდენცია მაღალია, ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ. მაქსიმალური ტაქტი თავდაჭერა გმართებთ დებთან, ძმებთან, მეზობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში, რათა აქ სიტუაცია არ დაიძაბოს და ამან არ შეუშალოს ხელი სასიკეთო ტენდენციებს ამ წლისა. ყველას კარგი იქნება ამ კვირის განმავლობაში 2 იანვრის დღე და რიცხვი და არ ვარგა თქვენთვის 4 იანვრის დღე და რიცხვი. რაც შეეხება მორიელებს, ძალიან კარგი პერიოდია პირველი ნახევარი დაახლოებით 17 ივლისამდე მგზავრობა, მოგზაურობისათვის უცხოელებთან კონტაქტები, უცხოელებთან პარტნიორული თანამშრომლობა იქნება მეტად ნაყოფიერი სწავლა უცხოეთში, უცხოენების ათვისება, ოპტიმიზმი წამოწია წინა პლანზე, რაც ხელს უწყობს თქვენს წარმატებებს. მეორე ნახევარი ხელს უწყობს უფრო კარიერულ განვითარებას, ამიტომ ეცადეთ კარგი ურთიერთობა გქონდეთ ხელმძღვანელ პირებთან, კვალიფიკაციის ასამაღლებლად ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, მაგრამ მთელი წელი იყავით ყურადღებით ფულთან.
მათგან ანუ ზედმეტი ფინანსური ხარჯი, არასწორი კაპიტალდაბადებები, არასწორი ინვესტიციები, აი ეს არის მთავარი საფრთხე. ამიტომ ფულის ხარჯვასთან მიმართებაში მეტი სიფრთხილე გმართებთ, რათა რაიმე სახის პრობლემები არ წარმოიქმნას და სამყარო გიწყობთ გამოცდას ერთგულებაზე. თუ ერთგულება დაარღვიეთ, ეს ნებისმიერ ურთიერთობებში დიდ სირთულეებს შექმნის. ყველაზე კარგი ამ კვირაში თქვენთვის 30 დეკემბრის და 3 იანვრის დღეები და არ ვარგა 1 იანვრის დღე და ეს რიცხვი. რაც შეეხება უკვე მშვილდოსნებს, პირველი ნახევარი კვირის ეთხოვს ენაზე გველის დაჭერას, საიდუმლო მოქმედებას, ანუ ზედმეტი არ გათქვათ ინფორმაცია თქვენი გეგმების, სურვილების, დავუშვათ ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ, პარტნიორულ თანამშრომლობა თუ გაქვთ ერთი ამ ფულთან დაკავშირებით, აკონტროლეთ თუ როგორ ხარჯავს ამ საერთო ფულს პარტნიორი, მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესია. მგზავრობისთვის, მოგზაურობისთვის უცხოელებთან აქტიური კონტაქტი იქნება განსაკუთრებით წარმატებული და აღნიშნოთ, რომ მეორე ნახევარში ოპტიმიზმიც მატლობს, ენთუზიაზმი მატლობს, თქვენი ორგანიზატორული მონაცემები წამოიწევს წინა პლანზე, ავტორიტეტსაც აიმაღლებთ, მაგრამ მთელი წლის განმავლობაში აკონტროლეთ თქვენში ეგოიზმი, დიქტატორული ტენდენციები, სხვათა დამორჩილების სურვილი, ზღვარგდასული ამბიციები, ამპარტავნობა, სულსწრაფობა, როგორც ხელისშემშელი მთავარი ფაქტორები. ამ კვირაში ყველაზე კარგია თქვენთვის 29 დეკემბრის და 2 იანვრის დღეები და არ ვარგა 1 იანვრის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება თხისკა ზოდიაქოს ნიშნე რაოდენობებს, პირველი ნახევარი კვირისა კარგია ქორწინებისთვის, სასკოარულო, პარტნიორული, ბიზნეს საქმიანი, პარტნიორული ურთიერთობებისათვის შემოქმედებით ინჭის დონარის გამოსწავლად ყველა სახის პრობლემა გადაწყვიტეთ, გინც წავში, გინც სამსახურში მშვიდობიანად, დიპლომატიურად, კომპრომისებით, იღავით რაც შეიძლება სამართლიანი და დაიცავით კანონები, რომელიც მიღებულია საზოგადოებაში, მაშინ წარმატება ერთიორად გაიზრდება. მეორე ნახევარში კი უკვე ენაზე კბილის დაჭერა. აი ეს არის აუცილებელი, თუმცა პარტნიორული თანამშრომლობა ერთობლივ იქნება კარგი და აქედან შეიძლება მიიღოთ მატერიალური დივიდენდები. ინტუიცია უფრო მზარდი ხდება მეორე ნახევარში, რომელზეც დაყრდნობით მეორე სწორ არჩევანს აკეთებთ, მაგრამ მთელი წელიწადი ყურადღება იმის მიმართ თუ რა ხდება ზურგს უკან. ჭორები, ინტრიგები, ზოგჯერ მოშორნეების მოქმედებები გაძლიერდება და შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში რწმენის ფაქტორმაც იჩინოს პრობლემები, აქ რაღაც ბზარი გაშდეს რწმენასთან დაკავშირებით, ამიტომ ეცადეთ რომ ეს სფეროს იყოს სტაბილური. მოერიდეთ უკვე მთელი წელი, მაქსიმალურად თხილად იყავით ალკოჰოლ სასმელებთან, ნარკოტიკულ ნაერთებთან, ფსიქოტროპულ პრეპარატებთან მიმართებაში. ამ კვირაში ყველაზე კარგია თქვენთვის 30 დეკემბრის და 4 იანვრის დღეები და არ ვარგა 1 იანვრის დღე და ეს რიცხვიც. მერწყული ზოდიაქოს რაც შეეხება პირველი ნახევარი ხელს უწყობს მოწესრიგებას, დალაგდება თქვენი აზრები, დალაგდება თქვენი ურთიერთობები, კარგი ურთიერთობები ჩამოყალიბდება ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან მიმართებაში, თუ რაღაც პრობლემები ქონდა ჯანმრთელობას, ეს მოწესრიგდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე ნახევარი წლისა უკვე ხელს უწყობს შემოქმედებით ნიჭის უნარის გამოვლენას, აქ ყველა პრობლემას მშვიდობიანად, პროდიპლომატიურად გადაწყვიტავთ, რაც გაზრდის თქვენს ავტორიტეტს, ძალიან კარგი პერიოდია მეორე ნახევარი წლისა ქორწინებისთვის. ასევე ხელს უწყობს იგი სასკოარულო პარტნიორულ ურთიერთობებს და მთლიანობაში ძალიან კარგია პარტნიორული თანამშრომლობისთვის, მაგრამ მთლელი წელი განსაკუთრებული ყურადღება ფეიკების მიმართ ინტერნეტში. რომ აქ შეცდომა არ დაუშვათ გადაამოწმოთ ნებისმიერი ინფორმაცია, ინტერნეტ ნაცნობობასთან ვიყოთ ძალიან ფრთხილად. აქაც უნდა ყველაფერი იყოს გადამოწმებული, რათა შეცდომა არ დაუშვათ ავანტიურისტ, ასე ვთქვათ, პარტნიორებზე არ გახვიდეთ და მეგობრებთან ეცადეთ შეინარჩუნოთ ურთიერთობა კარგი, იმიტომ რომ მეგობრული კონფლიქტების ტენდენციაც მაღალია. და რაც შეეხება ამ კვირის პოზიტიურ დღეებს, ეს არის 29 დეკემბერი, 2 იანვარი და არ ვარგა 4 იანვრის დღე და ეს რიცხვიც. და რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშანს, თევზებო მომავალი წლის პირველი ნახევარი, სადღაც 17 ივლისამდე სიყვარულის დროა უპირველეს ყოვლისა. ყველაფერში ჩადეთ მაქსიმალურად სიყვარული. საუკეთესო დროა სასიყვარულო კონტაქტებისთვის, არსებული ურთიერთობების გასაუჯებესებლად, შეიძლება ახალი რომანტიკული ურთიერთობებისა და კავშირებისათვის, შვილებთან ურთიერთობა გაუმჯობესდება, აქ როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი ორგანიზატორი აშკარად გაუმჯობესებთ თქვენს ავტორიტეტს. მეორე ნახევარი ძალიან კარგი იქნება მოსაწესრიგებლად, რაღაც საქმის მოწესრიგება, რაღაც დაუშვათ პროექტის წესრიგში მოყვანა, რაღაც დაუშვათ თქვენი ჯანმრთელობის შეიძლება წესრიგში მოყვანა, ურთიერთობების მოგვარება, აი ამ კუთხითაც კარგია, იმისთვის რომ აი დალაგდეთ, მოწესრიგდეთ და გაუმჯობესოთ თქვენი პოზიციები, ხოლო მთელი წელი მაქსიმალურად ესეც შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობები ხელმძღვანელ პირებთან, რათა მათთან ურთიერთობების დაძაბვით არ გაიფუჭოთ კარიული წესრიგის პერსპექტივა. მაშინ ყველაფერი გადასარევად წარიმართება. ამ კვირაში ყველაზე კარგია თქვენთვის 30 დეკემბრის და 3
აპრილის დღეები და 3 იანვრის დღეები და არ ვარგა თქვენთვის 1 იანვრის დღე, რომელიც ცოტა ფრთხილად და წინდახედულად უნდა გავლოთ. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მე გისურვებ ბედნიერ 2026 წელს, გისურვებ წარმატებებს, ხვავს, ბარაკას, წინსვლას, დიდ სიხარულს და დიდ სიყვარულს. საუკეთესო სურვილებით ამ ინფორმაციით, გემშვიდობებით, მომავალ წლამდე.